კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მადლობა რომ გვისმენთ მთელ საქართველოში და გვიყურებთ პლატფორმებზე იმედი.jim, ვიდეოჯი, ასევე მაგთის IP ტელევიზიით 53 არხზე და რადიო იმედის Facebook გვერდზე. შემოგვერთა ერთიანი ნეიტრალური საქართველოს წევრი ნანა კაკაბაძე, მოგესალმებით ქალბატონ ნანა, მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მომდევნო 25 წუთის განმავლობაში ჩვენ მიმდინარე მოვლენებს მიმოვიხილავთ თქვენთან ერთად. თქვენ ქალბატონ ნანა ცოტა ხნის წინ დაწერეთ, რომ გლობალისტებისთვის მმართველობის ყველაზე მისაღები ფორმა კორპორაციული მმართველობაა. საქართველოში სწორედ ეს ბრძოლა მიმდინარეობს. Deep State ყველა საშუალებით ცდილობს მოახდინოს სახელმწიფო გადატრიალება. Deep State და მასთან დაკავშირებული გამოწვევები ასევე საგრძნობია ამერიკის პრეზიდენტის ახალი ადმინისტრაციისთვის, მათაც აქვთ გაცხადებული პოლიტიკა მასთან ბრძოლის. თუმცა, როდესაც ჩვენ მასზე ვსაუბრობთ, გარკვეული ადამიანები ვერ იგებენ ან გარკვეული ცინიკური დამოკიდებულება ზოგადად რა არის ეს Deep State. როგორ ხსნით ამ გადმოსახედიდან, თუნდაც იმ ფონზე რაც გავიარეთ ჩვენ მთელი ვთქვათ ზამთარი და გაზაფხულის პერიოდის განმავლობაში არაერთი ვთქვათ მცდელობა იყო, მანამდეც ჩვენს ეთერებშიც და სხვა ეთერებშიც ამბობდით, ნიშნები იკვეთებოდა გადატრიალების, რეალურად რა დაკვეთა იყო, რა შესრულდა და რა ვერ. ჯერ დავიწყოთ ალბათ თვითონ ამ სახელით, რომელიც ბევრისთვის მართლაც გაუგებარია, Deep State რა არის, სად არის მისამართი, სად აქვთ ოფისი და ვინ არის კაცი ხშირად გესმის ხოლმე ეს. ნუ ალბათ არ ვიცი, ხა მე არ ვიტყოდი რომ ეს ბრიყული, მაგრამ ზოგჯერ გულუბრყილო კითხვებია, როდესაც ლაპარაკია, საუბარი არის ფარულ მმართველობაზე და არა ლეგალურ მმართველობაზე, იმათ არ შეიძლება კონკრეტული ოფისი ქონდეთ, უბრალოდ ოფისი კი აქვს, მაგრამ ეს ოფისი არ შეიძლება რომ იყოს ცნობილი სად და ვინ ზის იქ და ხო და მისამართი იყოს და კიდე პოსტის კოორდინატები და ესეთი გულუბრყილობა არ მგონია რომ თქვა სერიოზული იყოს ისეთი ადამიანების მხრიდან რომლებიც პოლიტიკაში ჩახეთულნი არიან თორე ჩვეულებრივ მოქალაქეს რო გაუჩნდეს ეს კითხვა რა თქმა უნდა არ არის გასაკვირი მაგრამ თუნდაც პოლიტიკაში ჩართული ადამიანები ამას კითხვას სვავენ ესე იგი მათ ერთადერთი სურვილი აქვს რომ გააშარჟონ ის რეალობა რომელიც პრობლემაა მთელი მსოფლიოსთვის და რას გულისხმობ? გულისხმობ იმას, რომ გლობალიზაცია ეს არ არის სისტემა, რომელიც თქვათ ვიღაცისთვის უცხოა. დღეს თუ Deep State ახალი ტერმინია და გაუგებარია და ვერ გებულობენ და მართლაც ახლა კაცმა არ იცის ამას Deep State ქვია თუ რა State ქვია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის რომ გლობალიზაციის პროცესი ქვეყანაში, მსოფლიოში მიმდინარეობს და ამისი გამოვლინებები სხვადასხვა მიმართულებით გვაქვს, ეს იმაზე მეტყოლებს, რომ ვიღაცა ამას გეგმავს, ხო? მაგალითად რო ავიღოთ ფერადოვანი რევოლუციები, რომელიც საქართველოშიც მოხდა, უკრაინაშიც მოხდა და საერთოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში რომ ეს უნდა განხორციელებულიყო ხელისუფლების ცვლილება ფერადოვანი რევოლუციებით, ეს ფაქტია. მაშინ ისმება კითხვა, რატომ აფინანსებდა ყველა ფონდი ასეთ თუ ეს თქვათ არ იყო ცენტრალიზებული დაკვეთა ერთი სცენარი ვთქვათ ხელწერაც ხო, ყველაფერი ერთნაირად ხდებოდა. ხო, იგივე კიევის თუ უკრაინის მაედანი და საქართველოში რაც უნდა სიტყვებიც კი ერთი და იგივე იყო და ფრაზები გამოყენებული იყო ერთი და იგივე. ეს როგორ ხდება ეს იღვიძებს ესე იგი ყველა ფონდი ან ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია რომელიც მუშაობს უცხოურ დაკვეთაზე და ერთი და იგივე სურვილები უჩნდებათ ეს ხო უბრალოდ გულუბრყილობა ამას რომ რაღაცა ფარული ხელი ხელმძღვანელობს და ფარული ტვინები ამას გეგმავენ ეს არის ფაქტი მაგრამ მათი მისამართები და ტელეფონების მობილურების თუ სხვა სახის ტელეფონის ნომრები რო სადმე იყოს ცნობილი ეს უბრალოდ არასერიოზულია ხო მაგრამ ჩვენ შედეგებიდან გამომდინარე ვსჯელობთ რომ ეს არის ახეზე როდესაც შენ ხედავ რომ ვიღაცები ერევიან ქვეყნისში და პოლიტიკაში და გეგმავენ გადატრიალებებს და ჩვენ ქვეყანაში როგორ შეიძლება ეს გვიყვირდეს როდესაც ესეთი გადატრიალებები არაერთი იყო ჩვენს რეალობაში 90-იან წლებში 2003 წელში ვარდების სახელწოდებით ცნობილი გადატრიალება ვარდების რევოლუციის სახელწოდებით ცნობილი გადატრიალება და ის რაც იგივე ქართული ოცნების პერიოდში მუდმივად არის ეს გადატრიალების მცდელობები და მცდელობები როგორ ფიქრობთ ხა რომელ ადამიანთა ჯგუფს შეუძლია ხელისუფლების გადატრიალება თუ მის უკან არ დგას სერიოზული ძალა ხა ვინც არ უნდა შევიკრიბოთ ამ ოთახში ან თქვათ თუნდაც იმედის სრული შემადგენლობა
მნიშვნელობა რო ჩავერთოთ ჩვენ სახელმწიფოს გადავატრიალებთ, გაინძლევით თუ არა, იქვე დასრულდება ის შენი ფიქრები. და როდესაც ეს ასეთი ხანგრძლივი ასე იწელება და შესაძლებლობები იქმნება იმისი, რომ მართლაც მოხდეს ხელისუფლების გადატრიალება, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ უკან დგას სერიოზული ძალები. და ვინ შეიძლება იყოს ეს ოფიციალური ძალები, ხო ვერ იქნებიან, ხო? ოფიციალური პირები ხო ვერ იქნებიან ამის დამკვეთები. ფაქტია, რომ ამას ვიღაცა გარედან ხელმძღვანელობს. ის რეზოლუციები, რასაც ჩვენ ევროპარლამენტისგან ღებულობდით და ევროსაბჭოსგან ღებულობდით იმ რეზოლუციებს, რომელიც გაუგონარია თავისი შინაარსით და რომლის შექმნა არ შეიძლებოდა ისეთ ინსტიტუტებში, რომელსაც პრეტენზია აქვს დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და მაინც იწერებოდა ესეთი შინაარსის 6 ასეთი სახის დოკუმენტი შეიქმნა საქართველოს წინააღმდეგ, ხო? ეს ხო იმაზე მეტყოლებს, რომ ამას ვიღაც რეჟისორი ყავს და ვიღაცა ამას აკეთებს მიზან მიმართულად და აი ამას ქვია, ვინც აი ესეთ რაღაცებს იგივე ვინც შემოიღო და აკეთებს ამ სანქციების დასანქცირების პოლიტიკას და ეს სანქციები რა არის თავისი შინაარსით, რომ ავიღოთ ამაზე არადემოკრატიული მე მაგალითად 30-იან წლებშიც არ გამიგია ასეთი არადემოკრატიული ვთქვათ ბრალი ადამიანის წინააღმდეგ, რომ მას არ ეძლევა საშუალება სადმე გაასაჩივროს ეს და რაც მთავარია, ვინც ამ ბრალს გდებს, მას არ აქვს არანაირი ვალდებულება, რომ შენ ეს ბრალი დაგიმტკიცოს. უბრალოდ გადაწყვეტილებას ღებულობს, რომ შენ უნდა დაგასანქციროს და ეს მუშაობს მთელ მსოფლიოში. რანაირად მუშაობს ესეთი არაკანონიერი, არასწორი, არადემოკრატიული სისტემა, ხო? თუ ამას არ აყავს თავისი რეჟისორები და თავისი დამკვეთები. კიდე გიმეორებთ, რომ სტალინის დროს შეიქმნა ტროიკები, მანამდე საერთოდ ამის გარეშე ასამართლებდნენ, გახსოვთ კი არა, იცით ეს პროცესები, ხო? დღეს იმაზე უარესებდნენ, ტროიკებიც კი არ ასამართლებენ ამ ადამიანებს. ტროიკების წინაშეც კი არ ეძლებათ საშუალება, რომ თავისი სიმართლე იპოვონ ადამიანებმა იგივე მოსამართლეები დაასანქცირეს. ამ გადაწყვეტილებას ღებულობს თითქოს დემოკრატიული ინსტიტუტები, ხო? დემოკრატიის მშენებლობაში და დემოკრატიულ პროცესებში ჩართული ადამიანები, რომლებიც აბსოლუტურად არადემოკრატიულ და არაადამიანურ გადაწყვეტილებებს ღებულობენ და რა ხდება ამ სანქციების მიმართულებით? არა მხოლოდ ის, რომ პირს, რომელსაც არც უმტკიცებ, არც გასაჩივრების უფლებას აძლევ, მარტო ამას კი არ სჭი, მთელ მის ოჯახს. და მის მთელ ოჯახის წევრებს უკრძალავ გადაადგილების უფლებას, თანხის მოხმარების, ანუ რას აკეთებ? ფაქტიურად რას ემსახურება ამგვარი გადაწყვეტილებები, როგორ ფიქრობთ, თუ ჩვენ გამოვალთ იმ ვთქვათ სტატისტიკიდან, რაც ბოლოს თუნდაც ევრობარომეტრის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით ჩანს, აქ საკმაოდ საინტერესო ტენდენცია ბოლო წლებში ევროკავშირისადმი ნდობის თვალსაზრისით აღმოჩნდა, რომ 2024 წლის გაზაფხულზე ევროკავშირს ენდობა გამოკითხული მოქალაქეების 66% ჩვენს ქვეყანაში, 2024 წელს შემოდგომაზე 58, 2025 წლის გაზაფხულზე, ანუ დღეისთვის გამოკითხულთა მხოლოდ 59% ენდობა ევროკავშირს, ანუ გასული 1 წლის განმავლობაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ნდობა 17%-ით შემცირდა. თქვენ გააკეთეთ ამასთან დაკავშირებით შეფასება, თუ ვინმე აწარმოებს ანტიევროპულ პროპაგანდას უსამართლოდ და ხშირად უტვინო პოზიციების დაფიქსირებით, ამას აკეთებენ სწორედ ევროკავშირის სტრუქტურები. რა გათვლა ეს? თუ თქვათ კონკრეტული ინსტიტუციების მიმართ საზოგადოებრივი ნდობა დაიკარგა, მაშინ რას ემსახურება? იცით რა არის გათვლა, ალბათ უფრო ნაკლებად შეიძლება ამას ეწოდოს. უბრალოდ ეს არის გამოუვალ სიტუაციაში ჩაყენება იმ ძალისა, რომელსაც სურვილი აქვს მსოფლიო ბატონობის და სურვილი აქვს იმისა, რომ გაუქმდეს ქვეყნები და ეს საზოგადოება იქცეს ერთგვაროვან მასად, არანაირი განსხვავება, არც რელიგიური, არც აზრობრივი, ყველას უნდა გქონდეს ერთი რელიგია და უნდა აზროვნებდეს ერთნაირად. რატო? იმიტომ რომ მარტივია სამართავად. სანამ აქამდე ბოლომდე მიიყვანდნენ ამ პროცესს, მოხდა ის გაუთვლელი მათთვის, გაუთვლელი კი არა, ყოველ შემთხვევაში ვერ მოერივნენ იმას, რაც პროცესებით წავიდა მათ საწინააღმდეგოდ და აქედან გამომდინარე ისინი დღეს იძულებულები არიან იმოქმედონ ხისტად.
და ეს ხისტი მოქმედება აქამდე თუ ეს მე ვიტყოდი ბოროტიძა მოდი ნუ დავარქმევ deep states რადგან ეს ვიღაცისთვის გაუგებარია, მაგრამ ის ძალა რომელიც ესეთ გეგმებს აწყობდა რომ უნდა სოფლიო გლობალიზაციას უნდა ყველა ადამიანი ერთი და იგივე მასად ექციათ და მას არ უნდა ჰქონოდა არანაირი განსხვავებული აზრი აი ეს ადამიანები რომლებიც აღმოჩნდნენ უკვე გამოუვალ სიტუაციაში დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე ამიტომ გადავიდნენ იმ ხისტ ქმედებებზე რომელიც იმდენად ხილულია დღეს საზოგადოებაში რომ ვეღარ ახერხებენ თუმცა პიარის ძალიან დიდი ოსტატები არიან და თუ ჩვენ ავიღებთ მსოფლიო მედიას ხომ აბსოლუტური უმრავლესობა მათ სამსახურშია და გარდა იმისა რომ აბსოლუტური უმრავლესობა გარდა რაოდენობრივი უპირატესობისა ხარისხობრივათაც ეს ტელევიზიები თუ საინფორმაციო საშუალებები ბევრად უსწრებენ მათგან განსხვავებულ აზრის მქონე საშუალებებს, საინფორმაციო საშუალებებს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, პიარით ისინი დღემდე ახერხებენ კიდევ საზოგადოების გარკვეული ნაწილის და შეიძლება ითქვას საკმაოდ დიდი ნაწილის მოტყუებას, გაბრიყვებას. ერთი ნაწილია, რომელსაც პირდაპირ უშუალოდ ყიდულობენ, როგორც ბაზარში პროდუქტს, ისე ყიდულობენ ამ ადამიანებს ქვეყნებში და მეორე არის ის, რომ აი ამ თავიანთი მედია საშუალებებით ახდენენ ტვინების გამორეცხვას. ცოტა ცუდი გამოთქმაა ეს, მაგრამ რეალობა ეს არის. ხო, ახდენენ ადამიანების მოტყუებას, შეცდომაში შეყვანას და მართვას ამ ადამიანებისას. მათ აი ესეთი ადამიანები უნდათ, რომელსაც უნდათ სულ ყველა რო ასეთი ყოფილიყო და მარტივად ემართათ, მაგრამ აი კვლევები იძლევა ეს მარტო ის კი არა, რომ ციფრები კლებულობს. კვლევები იძლევა ძალიან დიდი იმედის საშუალებას იმისას, რომ მიუხედავად PR ტექნოლოგიებში მათი უპირატესობისა, საზოგადოების დიდი ნაწილი ფხიზლდება, ამას ხედავს და ჯანსაღად აფასებს იმ პროცესებს, რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობს. დღეს უკვე, როდესაც მსოფლიო ასე დაპატარავდა თავისი ტექნოლოგიების საშუალებით ძალიან დაპატარავდა, უმნიშვნელოვანესია ის, რომ თუნდაც ჩვენ ქვეყანაში დღეს საზოგადოება ფხიზლად არის, ხდება რაც ხდება და მე ის კი არ მიხარია, რომ ევროპისადმი საზოგადოების განწყობა კლებულობს. მე ის მიხარია, რომ ეს ის ევროპა აღარ არის, რომელი ევროპისთვისაც ჩვენ შეკითხვა დავსვი, როგორ იხსნება ამგვარი განწყობები საზოგადოებაში, რა მიმუშავა? იმუშავა იმან, რომ ის წარმოდგენები, ის გაიდეალება, რომელიც ევროპის მიმართ ქონდა ქართულ საზოგადოებას, მათ შორის, რა თქმა უნდა, მეც ჯერ კიდე საბჭოთა პერიოდიდან მოუწოდებდით, სადაც შეგვეძლო სტუდენტები იყო თუ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, რომ გზა მხოლოდ ევროპისკენ არის ჩვენი გადარჩენის და თავისუფლების, აი ის, რომ ის ევროპა აღარ არის და ის მან ჩამოიხსნა ნიღაბი ალბათ იმ დროსაც ადამიანის უფლებები და დემოკრატია მათ ჭირდებოდათ როგორც მექანიზმი ძალაუფლების ხელში ასაღებად, თუმცა ჩვენ გამოუცდელი საზოგადოება იმ პერიოდში ვიჯერებდით, რომ ეს მათთვის იყო მნიშვნელოვანი ღირებულებები და ამიტომ ვიყავით ამ პროცესებში ჩართული, მაგრამ დღეს უკვე ეს ნიღაბი ჩამოიხსნეს, მათ იძულებული გახდნენ, რომ ეს ნიღაბი ჩამოეხსნათ, იმიტომ რომ სერიოზული ძალა უპირისპირდება, არანაკლებ სერიოზული ვიდრე თვითონ არიან და აქედან გამომდინარე საზოგადოებამ დაინახა უკვე სხვა ევროპა, უსამართლო, არადემოკრატიული, ჩვენი დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის ხელმყოფი, ის რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისთვის არაფრის გამკეთებლები, ამას 32 წლიანი პროცესები საერთაშორისო ფორმატებში აჩვენებს, რომ ერთი დევნილიც კი ვერ დააბრუნეს თავის ადგილზე, ანუ რაც კი პრობლემური იყო საქართველოში და მნიშვნელოვანი, რომ დასავლეთს ამ მიმართულებით გადაედგა ნაბიჯები, ყველგან ჩვენ მივიღეთ მხოლოდ უარყოფითი. იგივე დამოუკიდებელი სასამართლოზე რო იყო საუბარი და იმ რეფორმებზე, რომელიც დემოკრატიას უნდა მოყოლო და რა დავინახეთ ჩვენ. ჩვენ დავინახეთ, როგორ იბარებდნენ ცეკას შენობებში მოსამართლეებს და ეს ცეკას შენობა ამ შემთხვევაში ამერიკის საელჩო იყო და როგორ ქონდა ცეკას თავისი ოთახები სასამართლოებში, სადაც საქმეებს ურჩევდნენ ქურდულად. ისე კი არა, თქვათ პარტიულად, ქურდულად ურჩევდნენ საქმეს, რომ შენ ეს გადაწყვეტილება როგორ მიიღე მოსამართლეებს
მოსამართლეს ეუნებოდნენ მაშინ, როდესაც მოსამართლის გადაწყვეტილებებში ჩარევის უფლება არათუ გარედან, გარეთა სხვა ქვეყნის წარმომადგენელს, არამედ ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელს, უმაღლეს ხელისუფალსაც კი არ აქვს ამისი უფლება და არც უნდა გქონდეს. და ამ ფონზე ესენი აი ამას ჩადიოდნენ. ეს გაიშიფრა, ეს ნათელი გახდა და მოსამართლეს ასანქცირებენ და გეუბნებიან, შენ მოიძიეო, შენ გამოიძიე, რომ მან რა დააშავაო და შედალოცვილო მომეცი, თუ შენ რომ გამოიძიე და გამოძიების საფუძველზე თუ მიხვედი იმ დასკვნამდე, რომ ეს მოსამართლე დასასანქცირებელია, რატომ მალავ ამ მტკიცებულებას, რატო არ მაძლევ, რომ მე ის გამოვიძიო, რა გამოვიძიო? ჰაერი, როცა არაფერი არ მაქვს მე ხელში და შენ თუ გაქვს რაიმე, მაგრამ ცხადია, რომ მათაც არაფერი არ აქვს და ამას იყენებდნენ იმისათვის, რომ სასამართლო უნდათ ჯიბეში ქონოდათ. ეხლა სასამართლო რატომ უნდათ? იმიტომ რომ არჩევნებთან პირდაპირ ბმაშია სასამართლოები, ხო? იმიტომ რომ სასამართლოებში ხდება საბოლოოდ გადაწყვეტილებების მიღება, რამდენად სწორი ან არასწორი იყო ჩატარებული არჩევნების შეტანილი საჩივრებიდან გამომდინარე. მათ უნდათ ჯიბი სასამართლოები და როდესაც საქართველოს შეძლო, რომ ამ აქედან თავი დაეღწია, თუმცა ძალიან სერიოზული მსხვერპლის ფასაც თუნდაც ის, რომ მოსამართლეები გახდნენ სანქცირებულები და ჩვენი ხელისუფლების ძალიან მაღალი თანამდებობის პირები აღმოჩნდნენ სანქცირებულები აი ამის გამო, ხო? მაგრამ ჩვენ ეს შევძელით, რომ არ გამოგვეცხადებინა ქვეყანაში მეორე ფრონტი, არ გაგვეხსნა მეორე ფრონტი და არ გავნადგურებულიყავით და პირდაპირ მტკიცებულებები არსებობს. ეს ხო ვიღაცის მიერ მოგონილი არ არის, კიევიდან გაკეთებული განცხადებები, ახლა დრო არ არის ამისი რომ ვილაპარაკოთ კონკრეტულად, მაგრამ გაკეთებული განცხადებები, რომელიც პირდაპირ გეუბნებოდნენ შეისერინეთ აფხაზეთშიო და იქ მერე რა პროცესები განვითარდებოდა, როდესაც რუსული ჯარი დგას უკვე იქ და შენ გასეირნებას გთავაზობენ გარედან, ეს რას გამოიწვევდა, ხო, საქართველოს არარსებობას და ამას ვინ უწყობდა ხელს? როგორ ზელენსკი ახლა თავისი აზრებით საუბრობს და ვინ არის ზელენსკი, რომ თუნდაც ამოდენა ომს გაუძლოს და ან ვინ არის ზელენსკი, რომ მან ესეთი შეფასებები აკეთოს საქართველოს მიმართ, იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც ერთ-ერთი პირველია თუნდაც, რომელიც ეხმარებოდა აბსოლუტურად მაქსიმალური შესაძლებლობების იქით კიდე თუ რამე არის, ყველანაირი რესურსებით ეხმარებოდა კიევის რეჟიმს კი არა ხალხს იმისათვის, რომ ეს უბედურება რაღაცნაირად უფრო მსუბუქად გადაეტანათ. ამ ფონზე, როდესაც ასეთი განცხადებები ეცებოდა მათი მხრიდან, რომ ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ გამოუშვით მოხალისეები, თქვენივე თვითფრინავით, რაც აუცილებლად ჩვენ დაბომბვას გამოიწვევდა და ჩვენს განადგურებას გამოიწვევდა. აი, ამას თუ ვინმე ფიქრობს, რომ ეს ვიღაცა ზელენსკის ტვინში მოიხარშა, იმას უკვე სხვა პრობლემები აქვს. აი, ამას ქვია სწორედ, ამას ეძახის დღეს ჩვენი ხელისუფლება deep state-ის ჩარევებს და deep state-ის ხელს აი აქ ხედავს. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს უფრო გლობალი ალბათ რაც უნდა არქვა გლობალისტები. ვთქვათ, რაც შეგვიძლია, ვთქვათ, რომ რაღაც რიგით პროცესებს, მოვლენებს, პერსონებს აიხადათ ფარდა, ვიღაცები ისევ ვთქვათ, უჩინრები რჩებიან. მთელი ამ ვთქვათ, ბოლო მოვლენების გათვალისწინებით, თქვენი შეფასება საინტერესო იქნებოდა, ვთქვათ, რა გახდა ნათელი, რა მივხვდით, რა გავიაზრეთ და რა ჯერ კიდევ არის გამოწვევა და პრობლემა. და აქვე მინდა რომ გადავიდეთ 4 თვეზე ნაკლები რჩევა არჩევნებამდე და რამდენად ვთქვათ ცხელი ზაფხული გვექნება ამ კუთხით. ასევე საუბარია გარკვეულ პოლიტიკურ პარტიებს, მათ არ აქვს ჯერ გადაწყვეტილება მიღებული ჩაერთვებიან თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში, თუმცა ლელომ გახარიამ გამოთქვეს მსურვილი და მზაობა, რომ ვთქვათ, ისინი შესაძლოა აღმოჩნდნენ, ვთქვათ, ჩართული ამ პროცესში. ხელისუფლება, ვთქვათ, გამოწვევები და არჩევნები, რომელიც 4 ოქტომბერს გვაქვს. ალბათ იქიდან დავიწყებ, რა გახდა, ნათელი გახდა ის, რომ აი რა კვლევას რა ამ კვლევის შედეგად ამ კლებას დასავლეთის მიმართ ნდობის კვლევას რა შეუწყო ხელი იმან, რომ თვითონ ევროპამ აღიარა კორუფცია, რომელიც ყვავის ევროპულ სტრუქტურებში გაცილებით უფრო მაღალი და სერიოზული მასშტაბისა ყოფილა, ვიდრე
ჩვენთან და ეს ადამიანები თვითონ ჩვენთან აფინანსებდნენ და ახალისებდნენ ანტიკორუფციულ პროექტებს, როდესაც თვითონ ყოფილან ჩაძირული კორუფციაში და როდესაც ეს თვითონვე გახსნეს ეს საქმეები და თავისივე სასამართლოებში მიმდინარეობს იქ ევროპარლამენტარებისა თუ იქ თანამშრომლების პროცესები, რომლებიც ამაში არიან მხილებულნი, ადამიანი როცა კორუფციაშია მხილებული და კორუფციული წესით ცხოვრობს, ის ხო ყველაფერში აიღებს ფულს და ყველანაირად თუ რაც უფრო მეც გადაუხდი, ანუ ფაქტია ის, რომ ისინი თავიანთ განცხადებებს და თავიანთ საქართველოს წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებს, საქართველოს სუვერენიტეტის შემლახავ განცხადებებსაც აკეთებდნენ კორუფციული მიზნებით და არა იმითი, რომ საქართველოს ეს დაიმსახურა. აი ეს გახდა ცნობილი და აი ამას ჩამოეხსნა ფარდა და თუ ვინმესთან და ალბათ რაღაც გარკვეულ ნაწილთან ჯერ კიდევ ვინაიდან პიარი მუშაობს ძალიან სერიოზულად საზოგადოების ტვინებზე და ეს მთელ მსოფლიოში ესეა, ეს არ არის მარტო ქართული პრობლემა, რომ ჩვენზე მუშაობს, ვინაიდან ჯერ კიდევ მუშაობს და რაღაცა ნაწილი მაინც დარჩენილია, რომელსაც კიდევ ილუზიები აქვს დასავლეთის მიმართ, აი ხალხისთვის მინდა ვთქვა, რომ უმთავრესი არის, რომ ჩვენ ქვეყანაში მივხედოთ ჩვენ პრობლემებს და მართლა აი აქ შევქმნათ დემოკრატიული სისტემები, თუმცა მე არ გულისხმობ, რომ დემოკრატია ნიშნავს იმას, რაც დღეს იგივე სასამართლოებში ხდება ამ ეგრეთ წოდებული ნაც აქტივისტების მხრიდან შეურაცხყოფები, ცილისწამებები და ესე ვთქვათ უზრდელური და ისინი ამ ფაქტებს შეფასებას აძლევენ, რომ ეს არის სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება. არანაირად არ შეიძლება სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებაში ჩნდებოდეს ის, რაც საერთაშორისო კონვენციებით და ადამიანის უფლებებით არის დაცული, მაგალითად ღირსება და პატივი. შეიძლება თქვა, რომ ის არ არის კომპეტენტური, რომ მან მიიღო უსამართლო გადაწყვეტილება, მაგრამ როდესაც შენ შეურაცხყოფას აყენებ მას მონას ეძახი, როდესაც შენ მას ანერწყებ და რა ვიცი როგორ გამოვთქვა და ისეთ სიტყვებს გამოიყენებ მის წინააღმდეგ, რომელიც ღირსებასა და პატივს ულახავს, აქ თმენის ვალდებულება არაფერ შუაში აღარ არის და როდესაც იძახიან, რომ ის ხელისუფლების შტუა და ის ვალდებულია, რომ კონდეს თმენის ვალდებულება. თმენის ვალდებულება ჯდება იმ კანონიერ ფარგლებში, რაც მან უნდა მოითმინოს. ეს არის კრიტიკა. რომ შენ არასწორი გადაწყვეტილება მიიღე, შენ უსამართლო, შენ ფაქტებზე არ დაყრდნობილი, მტკიცებულებებზე არ დაყრდნობილი გადაწყვეტილება მიიღე, მაგრამ არა ის, რაც დედიზგინება და ეს როგორ თმენის ვალდებულებაში რა შედის, რომ აგური რო ჩაგარტყან თავში ხელისუფლების წარმომადგენელს, რადგან ხელისუფლების წარმომადგენელი ხარ, უნდა მოითმინო? არა, ის რაც კანონით არის ნებადართული, აი იმაში უნდა იყოს ის უფრო მეტად, ასე ვთქვათ, თმენის ვალდებულებას უნდა იჩენდეს და არა იმაში, რაც კრიმინალია და ყველაზე თქვენ იცით, რომ საერთაშორისო პაქტები, კონვენციები და ის, რასაც ჩვენ მიერთებული ვართ, კონსტიტუციის შემდგომ ყველაზე მაღალი იერარქიაა და ჩვენ პირდაპირ გვეუბნებიან, რომ ღირსება და პატივი არის ხელშეუხებელი და რომ მისი დარღვევა არავის არ შეუძლია და შენ რომ მიდიხარ მას და ასეთ შეურაცხყოფას დებოს წეხავ იქ და შეურაცხყოფას აყენებ, ეს არანაირი გამოხატვის თავისუფლება არ არის, ეს არის პირდაპირ კრიმინალი, რომელსაც სჭირდება რეაგირება, იმიტომ რომ ქვეყანაში არ იყოს ქაოსი. ეს მიმართულია ქაოსისკენ და არა დემოკრატიის და თავისუფლებისკენ. არჩევნებზეც გადავიდეთ, ხელისუფლება ამბობს, პრემიერმა განაცხადა, რომ მეათე საიუბილეო გამარჯვებისთვის ემზადება, ოპოზიცია ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბებულა, უნდა მიიღოს მონაწილეობა, არ უნდა მიიღოს, საუბარია თბილისის წართმევაზე. 4 თვეზე ნაკლები დრო რჩება, როგორი ზაფხული გველის თქვენი აზრით? საკმაოდ ცხელი ალბათ, მაგრამ არც ისე როგორიც შესაძლებელი იყო ყოფილიყო, იმიტომ რომ ეს ოპოზიცია ადრე თუ იყო გაიგივებული მხოლოდ სისხლიან რეჟიმთან, ეხლა უკვე გაიგივებული არის აი სწორედ იმ დასავლეთის იმ ნაწილთან, რომლის მიმართ საზოგადოება უკვე კვლევების მიხედვით ნდობას კარგავს. ანუ ორი უბედურება დაემთხვა ერთმანეთს. ერთი რომ ეს ოპოზიცია იყო გაიგივებული სისხლიან რეჟიმთან, ანუ ნაციონალური მოძრაობის მმართველობასთან და დღეს მისი გაიგივება ხდება ევროპის იმ ნაწილთან და იმ მოაზროვნეებთან, რომლების მიმართაც საზოგადოებას
ყოველწლიურად უჩნდება სულ უფრო მცირე და მცირე ნდობა, ხო, კლებულობს პროცენტულად. აქედან გამომდინარე ძალიან მარტივი ლოგიკა არის, რომ მათ გამარჯვება აქ რო სხვა ოპოზიცია არსებობდეს, ანუ ოპოზიციური ველი რო იძლეოდეს საშუალება სხვა ოპოზიციის არსებობისა, რა თქმა უნდა ოცნება ექნებოდა დიდი პრობლემები და შეიძლება ვერც კი გაემარჯვებინა არჩევნებში, მაგრამ ვინაიდან ეს მოცემულობა გვაქვს, არ არსებობს დღეს, არ არსებობს არც ერთი პროცენტიც კი იმისა, რომ ოცნებამ წააგოს ისეთი ძალის ოპონირების შემთხვევაში, როგორიც არის დღევანდელი ეგრეთ წოდებული ოპოზიცია, აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ დიახ, ეს გამარჯვება დადგება, ეს მეათე გამარჯვება აუცილებლად დადგება ოცნების სასარგებლოდ. დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ. ერთიანი ნეიტრალური საქართველოს წევრი ნანა კაკაბაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. მადლობა უთხრათ ჩვენს მსმენელსაც და მაყურებელსაც დათმობილი დროისთვის.